დიდება გმირებს დღეს უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების მარში არის, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსაც არიან თავშეწირილებული, იმიტომ რომ ელემენტარული არის ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის. ჩვენი ბიჭები უკრაინაში იბრძიან იმისათვის, რომ უკრაინის მიწაზე დაამარცხონ ის ურჩხული რუსული ურდო, რომელიც საქართველოსთვის იქნება ყოველთვის მტერი. ანუ ჩვენი სამშობლოს მტერს იბრძიან უკრაინაში და დიდება მათ სახელებს. გმირულად დაღუპულებს მარადიული ხსოვნა ცოცხლებს შემწეობა უფლისა, რომ ბოლომდე მიეყვანოთ საქართველოს ისტორიული ჯალათი რუსეთის ბოლომდე განადგურების საქმე. უპირობო არის ეს, რომ ესენი არიან საქართველოსთვის მებრძოლი გმირები და ვინც ამაზე ზედმეტ ლიკინებს, ის ელემენტარულად სამშობლოს გამყიდველი და მოღალატეა. პირდაპირი მნიშვნელობით, ვინც უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს განაგიქებს და მათ გმირობაში ეწვიშიებს, ის არის საქართველოს დაუძინებელი უპირველესი და უპირობო მტერი. დავიმახსოვროთ ეს ყველა. ისინი იქ იმისთვის იბრძიან, რომ რუსეთმა ჩვენ აქ არ გადაგვჯებოს. მარტივი არის და ამის გაგებას დიდი ტვინი სჭირდება, რომ უკრაინაში უნდა დაამარცხო მტერი. რადგან საქართველო პატარაა, არ შეუძლია ამ ხელა სტრატეგიული სიღრმეების შექმნა. უკრაინას 1000 კილომეტრიანი ტრამალები აქვს. იქ ვერ გადაკეტავ ერთ გზას, როგორც ჩვენთან თბილისი-ბათუმის ტრასას და მორჩა ომი. იქ ვერ გადიესა, იმიტომაც არის. მე-5 წელი რო არის და დედის ტრაქს უტყნავენ რუსულ არმიას. ამას მიიყვანენ ბოლომდე. და ძალიანაც მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში დიდი წვლილი შეაქვს ქართველებს. 2000-ზე მეტი ადამიანი იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, ანუ საქართველოს თავისუფლებისათვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთადერთი რა, სანამ რუსეთის იმპერია იარსებებს, საქართველო ვერ ამოისუფლებს, ვერ გათავისუფლდება ამ მონღოლთა ურდოსგან. ამიტომაც თითოეულმა ქართველმა უნდა ილოცოს საიმისოდ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში და უკრაინის გამარჯვება რა არის? რუსეთის ურდოს დაუძლურება. მოსკოვი შეიძლება ვერ აიღონ, ხო? ამას არავინ არ იცის. კრემლის თავზე უკრაინული დროს საფრიალებას, მაგრამ ის რომ მოსკოვს უბომბავდა და ის რომ მოსკოვში ბენზინის რიგებში ერთმანეთ ჭამენ რუსები, ის რომ შიმშილობა ელით, იმიტომ რომ ბენზინის დიზელის აწვევის უგონლობის გამო მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. ეს არის ომი თავისი სტრატეგიული გამოვლენებით და ეს გააკეთა უკრაინა რუსული ურდოს დაუძლურების და გაჩანარაგების სტრატეგია და დიდება მათ მხედართმთავრობას, რომელმაც ეს მოიფიქრა. სანქციები დაადო დრონებით და რაკეტებით. და ეს დრონები და რაკეტები სულ მზარდი ტექნოლოგიით იზრდება. ბალისტიკური რაკეტები აქვს და უკრაინას გამოცდებში და ბალისტიკური რაკეტებითაც დაადებს მოსკოვს და ლენინგრადს. საკუთარი ბალისტიკური. მიშა კაპლანი! აქლა თითოეული უკრაინაში დაღუპული გმირის სახელებს ახსენებენ და აქედან გამომდინარე პარტიაშვილი! უნდა ვიცოდეთ მათი და ისეთ სასწაულია, ხო რომ უკრაინაში დაღუპული გმირების ცხედრებს ქართული ოცნება არ ხდება სათანადო პატივით, არ საპატიო ყარაულით. აი რუსეთის შიშით და პირიქით რატო შიშით კაცო? პირიქით რუსეთის გულშემატკივრობით, რადგან ამათ მაიციან რომ უკრაინაში რუსეთის
დამარცხება ქართული ოცნების ბოლოს დავის დასაწყისია, ხო? პირდაპირ არის მიბმული რუსეთის გამარჯვებაზე და ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ გულშემატკივრობენ ღიად უკრაინას. მოკლედ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. უკრაინის გამარჯვება და უკრაინის ნებისმიერი წარმატება ომში არის საქართველოს წარმატება. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ეს. ეროვნული სტრატეგიული ინტერესია ის, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს უკრაინის არმიამ. 800,000-იანი არმია, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არმია, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეიარაღებით. რუსული ურდო უნდა გახდეს, ურდოს მესაფლავე უნდა გახდეს ეს არმია. დიდება უკრაინის არმიას და დიდება ქართველებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში ამბობს. შორს არ არის ის, რომ როცა პუტინს მიიყვანენ კაპიტულაციამდე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მას არა ვერც ომს ამთავრებს, იმიტომ რომ ომის დამთავრება ნიშნავს დამარცხების აღიარებას, ხო? მოეწია მილიონზე მეტი კაცი რატო ჩააწინე უკრაინაში ამისთვის, რომ ეხლა ომი დაამთავრო, მაგრამ ომსაც ვეღარ აგრძელებს, იმიტომ რომ რესურსები არ არის. არც იარაღი აქვს, არც საწვავი აქვს, არც ჭკუა აქვს და ნება რამდენი ცა უნდა ქონდეს მობილიზაციას ვერ აცხადებს პუტინი. რომ რაც შეიძლება მეტი საზარბაზნე ხორცი მიიყვანოს უკრაინის ფრონტზე. იმიტომ რომ მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით ბუნტის დაწყებას რუსეთში. არავის აღარ უნდა. ფულიც კი აღარ უნდა თუკე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინაში საოკუპაციო ჯარი მთლიანად ფულზე არის უკრაინის ფრონტზე ვინც ბრძოლობს. იქ მოხალისე, რა ვიცი, პატრიოტული შემართებით რუსეთის მხრიდან არავინ არ არის. ყველას ფულს აძლევენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაპყრობითი კოლონიური ომი. და უკრაინელები კიდე საკუთარი სამშობლოსათვის იბრძვიან, ხო? საკუთარი მიწა-წყლით და როგორ იბრძვიან, ყველა ვნახეთ. ახლახან გამოგვეყდა ომის შემსავლელი ბრიტანული ინსტიტუტის დასკვნა, სადაც წერია თეთრით, შავით თეთრზე, რომ 8 ერთთან არის დანაკარგი რუსეთის მხრიდან. ანუ უკრაინის არმიის ჯარისკაცის, ერთი ჯარისკაცის დანაკარგი უდრის რუსეთის 8 ჯარისკაცის დანაკარგს. ყოველთვიური დანაკარგმა უკვე შეადგინა 32,000 რუსი ჯარისკაცი. შედარებისთვის 9 წელი იბრძოდა საბჭოთა არმია ავღანეთში და 20,000 დაახლოებით ჯარისკაცი დააკარგა. აქ თვეში კარგავს 32,000. კოლოსალური დანაკარგები არის და $1 ტრილიონი დაუჭდა კიდევ პუტინს ეს ომი. წარმოიდგინეთ $1 ტრილიონი რუსეთიც მოეხმარებინა რა იქნებოდა. მთელი თავისი რესურსები რაც ქონა მოგროვებული ამ ნავთობის და გაზის გაყიდვით ეს ფონდი ჩაალეცა $1 ტრილიონი უკრაინაში. მოკლედ გარდაუვალი არის ურდოს მარცხი. და ეს იქნება ურდოს დაშლის დასაწყისი. ყველა წინაპირობით თათრეთიდან დაწყებული, ავი ჩეჩნეთით დამთავრებული და იქიდან უდმურტეთი და ავიცი ბაშკირეთი თავისას გააკეთებს და დაიწყება ცენტრიდანული პროცესი, რომელიც დაშლის ამ რუსეთს და დიდება უფალს ეს მოხდება ჩვენი ჯარისკაცების, ქართველი გმირების სიცხლითაც, რომელიც უკრაინაში დაიღარა. მიხარეთ დაიმრავლეთ, წარმატებები გქონდეთ. დიდი გამარჯვებების დრო ითხოვს. გავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს.